მოგესალმებით მეგობრებო, AI Pulse Georgia's მეორე ვლოგით დაგიბრუნდით უკვე მეორე ტუტორიალი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის გარშემო. სანამ გადავიდოდე, ბევრს არ ვილაპარაკებ, ძალიან მოკლედ გეტყვით. დიდი გამოხმაურება გქონდა წინა ჩემს ტუტორიალს, ანუ პირველ ტუტორიალს და ძალიან გამიხარდა და საერთოდ ძალიან მომწონს ეს იდეა სიმართლე გითხრათ. და მინდა გითხრათ, რომ ერთმა დამიკომენტარა შემდეგი რაღაც პატარა შენიშვნასავით მომცა, რომ რაღაცა ცოტა ოფიციალურად საუბრობდი და ცოტა რთული მოსასმენი იყო მიუხედავად იმისა, რომ თემა ძალიან საინტერესო იყო, ჩემი პირველი ტუტორიალი და მინდა უთხრა, რომ კი მართალია, პირველი ვლოგი იყო და ცოტა დაძაბული ვიყავი. ამიტომაც ვსაუბრობდი ცოტა ოფიციალურად, თუმცა შემდეგებში ნამდვილად არ იქნება ასეთი რაღაც. ჩემი შემდეგი ვლოგები და ტუტორიალები ბევრად უფრო თავისუფალი და ბევრად უფრო ლაღი იქნება და ვეცდები, რომ ძალიან მიზანმიმართული იყოს და კარგად მოსასმენი და ბევრი არ გავაგრძელო ხოლმე საუბარი. და მოკლედ, მადლობა ხარდაჭერისთვის და გპირდებით, რომ ყოველ შემდეგ vlogs, ყოველ შემდეგ ტუტორიალს გავაკეთებ წინაზე ბევრად უფრო ეფექტურს. მოიწერეთ ჩემი გვერდი და დამიტოვეთ უკავშირი აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი გაზრდისთვის. დღეს დაგიბრუნდით ChatGPT-ის განახლებით. ძალიან ბევრი ინოვაცია დაამატეს. გუშინ მქონდათ Dev Day, ასეთი დღე, როცა რაღაცნაირად ბევრი რამის აპდეიტი მოახდინეს. სანამ ტუტორიალზე გადავიდოდეთ და გაჩვენებდეთ უკვე გარკვეულ საკითხებს, რაც შეცვალეს და რაც გაუმჯობესეს, ორი სიტყვით მინდა გითხრათ, ბევრს მართლა არ ვილაპარაკებ, თუ საით მიდის გზა და რა ხდება ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ყველა მოდელი, მეგობრებო, ამ წუთის მდგომარეობით ცდილობს აგენტური შესაძლებლობების განვითარებას. რათა მომხმარებლებს შეეძლოთ სხვა აპლიკაციებთან ხელოვნური ინტელექტის დაკავშირება და იქ გარკვეული მოქმედებების ჩატარება. უფრო კონკრეტულად, რომ გასაგები იყოს ChatGPT-ის შიგნით, მაგალითად, Canva-ში, რომელიც არის დიზაინის ვებსაიტი, ალბათ ყველა თქვენგან მაიცის, კონკრეტული პრეზენტაციის აწყობა მიცემული პრომპტით. ანუ ყველა ხელოვნური ინტელექტის მოდელი მოკლედ, რო გითხრათ და ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ცდილობს რომ დავრჩეთ მათს ინტერფეისში, მათს ჩატში და აღარ გადავიდეთ სხვა აპლიკაციებში. ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შეამცირონ. აი მთელი ამბავი ემსახურება სწორედ ამას. და მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ძალიან ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელია და ნომერ პირველი მოდელია, რომელიც შეიქმნა, ცოტა ჩამორჩა ამ საქმეში, სხვა მხრივ ვითარდებოდა და რაღაცა მოდელები, თუნდაც ის მოდელები, რომლებიც ჩვენ წინა ვლოგში ვახსენეთ, ეს არის GenSpark AI და Manus AI, ძალიან განვითარდნენ აგენტური შესაძლებლობებით, რაც როგორც მოგახსენეთ უკვე ტრენდია დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. აქედან გამომდინარე, ChatGPT იძულებული შეიქმნა, რომ რაღაცნაირად დასწევოდა ეს ტრენდს და მოკლედ ბევრი სიახლე გამოუშვა. ამის გარდა კიდევ ერთი მომენტია ChatGPT-ის ჩემი პირადი აზრით და შეხედულებით ძალიან ძლიერი კონკურენცია გააჩნია ორ დიდ ხელოვნური ინტელექტის მოდელთან, ეს არის Google-ის Gemini და Anthropic-ის Claude. Google-ის Gemini ზოგადად პროდუქტის თვალსაზრისით არის ძალიან მაგარი, აქვს Google AI Studio, სადაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია მომხმარებელს და თან უფასოდ აპლიკაციების შექმნიდან დაწყებული ფოტო-ვიდეო გენერაციით და აუდიო გენერაციით დამთავრებული. ChatGPT-მაც ეცადა, რომ რაღაცა მსგავსი პლატფორმა შეიქმნა თავის OpenAI-ის პლატფორმაზე, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ და მეორე მხრივ Anthropic-ის Claude, რომელიც კოდის გენერაციაში დეველოპერებისთვის არის ნომერ პირველი მოდელი დღესდღეობით მსოფლიოში და საერთოდ რამდენიმე დღის წინ Claude 4.5 Sonnet გამოუშვეს, რომელიც სუმთლად სუპერია კოდის გენერაციაში და მასთანაც ცდილობს კონკურენციას ChatGPT, აქედან გამომდინარე დახვეწა ძალიან თავისი აგენტური კოდის გენერაციის მოდელი კოდექსი. მოკლედ დავიწყოთ და რამდენიმე ძალიან საინტერესო სიახლეს გაგაცნობთ, რაც დაამატეს ChatGPT-ის შიგნით. მოკლედ დავიწყოთ ChatGPT-ის Dev Day განახლება აგენტური შესაძლებლობების ძალიან ბევრნაირი რაღაცა განაახლეს, სიმართლე გითხრათ, მაგარი რაღაცები დაამატეს, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ვიდეოში, ამ ტუტორიალში ყველაფერს ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ მოკლედ მინდა გითხრათ, საერთოდ რას მოიცავს ChatGPT-ის ეს ინოვაციური სპრინტი ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული, რომელიც გუშინ დასრულდა, ასე ვთქვათ, უფრო სწორად არც ვიცით დასრულდა თუ არა, შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. პირველი დაიწყეს პატარ-პატარ ფუნქციონალებით ChatGPT-ის შიგნით, რომელსაც მოკლე ვიდეოებით შევეხები, Sora 2, ანუ ვიდეო გენერაციის მოდელი, რომელიც არ ვიცი,
ითვლება რომ ძალიან მაგარია. მე დავიწყე დატესტვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ დამიტესტავს ისე ღრმად ამ დღეებში. საბოლოოდ დავასრულებთ დატესტვას მე და მადონა და შემოგთავაზებთ ვიდეოს ამასთან დაკავშირებით. მადონა ჩაიწერს ვიდეოს. ორი დაკვირვება შემიძლია გითხრათ, უკვე რაც დავტესტე და გავაკეთე, თვითონ ვიდეო ხარისხში, სცენების მასშტაბით, სცენების სიზუსტით და მრავალფეროვნებით და სიღრმით სჯობია VIO3-ს, ანუ Google-ის Gemini-ის ვიდეო გენერატორს, რომელიც აქამდე ითვლებოდა ნომერ პირველად რაღაცა კუთხით და რაც შეეხება ქართული ენის ცოდნით, შემიძლიათ ამამად გითხრათ, რომ ძალიან სუსტია, ნამდვილად ვერ საუბრობს ქართულ ენაზე, ისე როგორც საჭიროა და ისე როგორც უნდა საუბრობდეს, ძალიან არ მომეწონა ეს და გადავიდეთ სხვა ინოვაციებზე. პირველი, როგორც მე ვიდეოს დასაწყისშივე გითხარით, ეს არის ChatGPT-ის აგენტურის შესაძლებლობები. რაც შეეხება მეორე ინოვაციას, ეს არის ChatGPT-ის აგენტების შექმნის შესაძლებლობები, რასაც უყურებთ ახლა თქვენ ეკრანზე. ამას აქამდე ჩვენ ვაკეთებდით N8-ში, მე მგონი თქვენთვის ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს ეს აგენტური workflow-ების შექმნის ალბათ ნომერ პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ჯობნის, ვგულისხმობ no-code ინსტრუმენტებში და არა კოდის წერა, რომელსაც სჭირდება ისეთ framework-ებში, რა თქმა უნდა, კოდის წერა, რომელსაც სჭირდება Python-ის framework-ები ძალიან ძლიერია და ძალიან ბევრ გასახანს იძლევა. თუმცა no-code ინსტრუმენტებში N8 იყო ძალიან ძლიერი. ამჯერად ChatGPT-მ შემოგთავაზა აქაც თავისი ინოვაცია, რათა რაღაცნაირად თავი დაიმკვიდროს ამ კუთხითაც და რაღაცნაირად არ ჩამორჩეს მოვლენებს. დავიწყე ამის დატესტვაც, ბევრი რაღაცა მოვიკულიე, ჩემითაც ვტესტავ რაღაცებს, ვსწავლობ, მოკლედ და ბევრად უფრო სიღრმისეულ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ შემდგომ ხანებში ამის შესახებ, თუმცა ეხლა მინდა პრაქტიკულ დონეზე რაღაცა გაჩვენოთ, რომ ზუსტად გქონდეთ წარმოდგენა. შემდეგი ინოვაცია ეს შეეხებოდა უпроსორად ბოლო, რაც მინდა ვთქვა ინოვაციებს შორის, ჩემი ჩამონათვლიდან ეს შეეხება ცალსახად დეველოპერებს. ინოვაცია არის კოდის წერის ChatGPT-ის ინსტრუმენტში, Codex-ში, რომელშიც საკმაოდ ბევრი რაღაცა ფუნქციონალი და პლატფორმებს შორის კომუნიკაცია დაამატა, მაგალითად Slack-დან კომუნიკაცია Codex-ზე, სადაც დეველოპერების გუნდი იმუშავებს და სხვა დეტალები და ინოვაცია შეეხება ასევე API-ებს. ChatGPT 5 Pro უკვე ხელმისაწვდომია API-ის დონეზე, ასევე Sora 2-ც ხელმისაწვდომია API-ის დონეზე და ამით როგორ უნდა ვისარგებლოთ, როგორ უნდა, ასე ვთქვათ, გადავიტანოთ სხვა ადგილებში და ასე შემდეგ, ესეც ცალკე თემაა და ცალკე ეპიზოდს იმსახურებს ესეც რა თქმა უნდა და აუცილებლად დავუთმობ ამასაც ცალკე ეპიზოდს. უბრალოდ წარმოდგენა რო გქონდეთ, ახლა ზუსტად ამიტომ გიხსენეთ ეს. გადავიდეთ უკვე პრაქტიკულ სესიებზე და განვიხილოთ გარკვეული ინოვაციები, რაც არის პირველ რიგში. მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ აპლიკაციებს რაც შეეხება, წეგან რო გითხარით, შიგნით ინტეგრირებული აპლიკაციები, ეს არის ChatGPT-ის მთავარი გვერდი და ChatGPT-ის მთავარ გვერდში ჩატის ველიდან +2 დავაკლიკებთ add source და აქედან add-ს თუ მივცემთ, ჩვენ გვეხსნება, ასე ვთქვათ, ბევრნაირი აპლიკაცია, რომელსაც შეგვიძლია ჩვენ დავუკავშირდეთ, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. აქამდეც იყო ჩაშენებული გარკვეული ინსტრუმენტები, მაგალითად Gmail, Google კალენდარი, Notion და სხვა მე პირადად დამატებული მქონდა თუნდაც Microsoft-ის ინსტრუმენტები, Outlook-ი, ან დეველოპერებისთვის პროექტის მართვის ინსტრუმენტი Linear-ი, ან Outlook კალენდარი, Teams-ი და ასე შემდეგ. თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დაემატა ამ განახლებაზე. ეს არის Booking.com-ი, ეს არის Canva, ეს არის Coursera, ეს არის Figma და ეს არის Spotify. კიდევ ორი ინსტრუმენტი დაემატა, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და ასე ვთქვათ, როცა ეს ორი ინსტრუმენტია Zillow და Expedia, თუმცა ამას არ გვიჩვენებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიჩვენებს, როცა ჩემს Brave-ში VPN-ით შევდივარ უკვე ამერიკიდან, ამ შემთხვევაში გვიჩვენებს, მოდი დავტესტოთ ესეც და ვცადოთ, თუ მე ამერიკაზე გადავალ, ამ შემთხვევაში უკვე ამ ორ ინსტრუმენტსაც მიჩვენებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგანაც აქედან ჩვენ შეგვიძლია უკვე ChatGPT-დან ვესაუბროთ ამ ჩვენი ინსტრუმენტებს, რომლებიც მითითებულია, გარკვეული მოქმედებებიც კი გავაკეთოთ ამ ინსტრუმენტებში. და ეხლა მინდა რომ დავტესტო, ნახოთ რა შესაძლებლობებს იძლევა რეალურად ეს განახლება და რამდენად თქვენთვის მისაღები იქნება. როგორც წეგან გითხარით, ეს ორი მე გადავიყვანე Brave-დან ეხლა ამერიკაზე და მიჩვენებს უკვე Expedia-საც და Zillow-საც. დავიწყოთ ინსტრუმენტების დატესტო. მე თქვენთვის წინასწარ მაქვს გამზადებული გარკვეული პრომპტები, რა შეგვიძლია მივცეთ. მოდი მივცეთ Figma-ს, რომ შექმნას დიაგრამა, მოვნიშნოთ Figma პირველ რიგში და მივცეთ შემდეგი პრომპტი, შექმნილი დიაგრამა Figma-ში იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტი
ქართულ ენას და ვნახოთ, რას დააგენერირებს. როგორც ხედავთ, დააგენერირა მეგობრებო, საკმაოდ კარგი დიაგრამა, უფრო სწორად, უფრო mindmap-ია ეს, mindmap-ად შეგვიძლია მოვიაზროთ. Figma-ს დავაკონკრეტებ, ეს არის UI, UX დიზაინერებისთვის, ალბათ ნომერ პირველი ხელსაწყო და რაღაცა ბიბლიური ხელსაწყო, ძალიან მაგარი რაღაცა, სადაც ისინი ხატავენ და აწყობენ, ასე ვთქვათ, ვებ აპლიკაციებისა და ვებსაიტების სრულ დიზაინს და ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია, ბევრ ფუნქციონალს მოიცავს და სწორედ ChatGPT-მ გადაწყვიტა Figma-ს დაუკავშირდეს და ნახოთ რა გააკეთა. ააწყო mindmap-ი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი და მაქვს გაგრძელების შესაძლებლობაც, აქედან შემიძლია მე გაუგრძელო საუბარი, ასე ვთქვათ, და დავამატებინო ან შევცვალო რამე და ვნახოთ, რას დაამატებს. უფრო გააფართოვა, უფრო ჩაუღრმავდა და უფრო სერიოზულად გააკეთა ეს ყველაფერი რა. ჩემი აზრით ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეს. იდეაში ამის გაკეთების შესაძლებლობა სხვა ინსტრუმენტებსაც აქვთ, მაგალითად Miro AI ასეთი ინსტრუმენტი არსებობს, სადაც ასეთ დაფაზე ჩვენ შეგვიძლია მსგავსი და კიდევ უფრო მაგარი გადაწყვეტილებების და საერთოდ საკითხების მიმოხილვისთვის ვიმუშაოთ და ერთ ტუტორიალში აუცილებლად გავშლი მე ამ საკითხს. თუმცა, ვინც არ იყენებს ბევრ ინსტრუმენტებს, იმისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ChatGPT-ს შიგნითვე ამის გენერაცია უკვე. ვინც ბევრ ინსტრუმენტებს ვიყენებთ, ის ადამიანები 10, 20, 30 ინსტრუმენტს ისინი არ გამოვდგებით ჩვენ მეტრიკად, რადგანაც ჩვენი საქმიანობა ეს და ძალიან ბევრი ინსტრუმენტს ვიყენებთ, მაგრამ ჩვეულებრივი მენეჯერი სხვადასხვა სფეროში დასაქმებული არ იყენებს 15-20 ინსტრუმენტს, არც სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი და ეს აგენტურის შესაძლებლობები სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელში ზუსტად აი ამას ემსახურება და ძალიან კარგია ამიტომ. ერთ პატარა მაგალითსაც დავტესტავ გადაწყვეტილების მიღებაში თუ დამეხმარება, ძალიან მაინტერესებს და გადავალ შემდეგ ინსტრუმენტზე. დამეხმარე გადაწყვეტილების მიღებაში, როგორ შევაფასო ჩემი დაქირავებული მენეჯერი, რა KPI-ები გამოვიყენო მარკეტინგის გუნდში. აგე დიაგრამა Figma-ში. და ვნახოთ, რას გააკეთებს. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ეს დავალება ჩემი სრულა, ჩემი აზრით ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, ეს ფუნქცია, იმიტომ რომ შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგვეხმაროს. და ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რომ ჩვენ ნებისმიერი ამ გამოყენებული აპლიკაციიდან საშუალება გვაქვს როგორც პარალელურად ვესაუბროთ და კორექტირებები შევიტანოთ, როგორც წეღავთ, ასევე გადავიდეთ უშუალოდ იმ ინსტრუმენტში, მაგალითად Open in Figma, შეგვიძლია გადავიდეთ და უკვე აქ გავაგრძელოთ ამაზე სამუშაო ამ დრაფტზე. გადავიდეთ შემდეგ გამოყენების მაგალითზე. ამ შემთხვევაში მე Spotify მაქვს მონიშნული და Spotify-ში მინდა ვთქო შემდეგი რაღაცა, რომ შექმნას პლეილისტების სია ჩემთვის 32 წლის ვარ საქართველოსდან და შექმნას შესაბამისი სიმღერების სია, რასაც ის ფიქრობს, რომ ჩემთვის შესაფერისი აღმოჩნდება და მოდი დავტესტოთ, როგორ გახსნის. თუმცა მაგამდე მინდა დაგანახოთ, რომ Figma-მ გახსნა, როგორც წეღან გითხარით, უკვე გადაიტანა და შეგვიძლია მუშაობა განვაგრძოთ მოკლედ აქაც Figma-ში და ძალიან კარგია ეს რაღაცა. ამჯერად Spotify მინდა მოვნიშნო და რაც აგიკითხეთ, ზუსტად ის პრომპტი მივცე, რომ ვარ 32 წლის საქართველოსდან და მომიძებნო შესაბამისი მისი აზრით შესაბამისი სიმღერების სია ჩემთვის, რაც რელევანტური აღმოჩნდება და მომცეს როგორც პლეილისტი. ნახოთ როგორ დააგენერირებს ამას. და როგორც ხედავთ, შეადგინა პლეილისტი განსაზღვრა რელევანტური მუსიკები, არ ვიცი რა პრინციპით შეარჩია. წინაჯერ ის რომ დავტესტე ქართული სიმღერების შემომთავაზა, ამჯერად ცოტა სხვა სიმღერების შემომთავაზა. ნამდვილად ვერ გეტყვით რა პრინციპით არჩია, აი დაახლოებით ფოკუსი უწერია რაც აიღო, ეს არის 90-იანი 2000-იანი წლების ნოსტალგია, როკ ნოსტალგია და ასე შემდეგ. როკი სავარაუდოდ ახსენა, იმიტომ რომ წეღანდელ ჩატებში მე ვისაუბრებოდი როკზე, გარკვეულ საკითხებზე და ალბათ მაგედან მოიტანა. ვერ გეტყვით, როგორც გითხარით, წეღან როცა დავტესტე შუადღით დაახლოებით ქართული სიმღერების შემომთავაზა. მოკლედ გასაგებია, შეგვიძლია დავამატოთ ჩვენს პლეილისტში უკვე ეს და რაღაცა გავაგრძელოთ და მართლა მოусმინოთ ამ მუსიკებს ჩვენს ლაიბრერიდან. მოკლედ გვაქვს წლომა Spotify-სთანაც და ეს არის ძალიან კარგი. გადავიდეთ შემდეგ გამოყენების მაგალითზე, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, Canvas-ი და ვაძლევ დავალებას, რომ შექმნას ქართულ ენაზე პრეზენტაცია ქართული TikTok-ის ტრენდების შესახებ და ვნახოთ, რას დააგენერირებს.
აგენერირებს. ამასობაში მინდა რომ მეორე დავალება მივცე პარალელურად და დრო რომ არ დავკარგოთ. ამ შემთხვევაში უკვე კურსერა ამ სასწავლო საიტს მოვიმხობ მე და ვთხოვ რომ დააგენერიროს გარკვეული რაღაც, რაც მაქვს მომზადებული, კურსერას დაუძახე და ვეუბნები რომ დააგენერიროს მარკეტინგის შესახებ ვიდეო, სასწავლო ვიდეო და ვნახოთ ესეც რაც გააკეთებს და კიდევ ერთი რამე რომ არ დავკარგოთ, მე ვეტყვი რომ მოძებნოს სასტუმრო თბილისში 50-დან ერთად პარკინგით და ვნახოთ ამ შემთხვევაშიც რას გააკეთებს, ძალიან საინტერესო იქნება. ამ შემთხვევაში მე უკვე booking.com-ს გამოვიძახებ და ვნახოთ რას გააკეთებს. ამასობაში აგენერირებს პრეზენტაციას, Canvas-ი და კურსერამ დააგენერირა ამასობაში ვიდეო. La única manera de usted actualización. ¿Qué es lo que una puede hablar por როგორც ხედავთ, ესპანურ ენაზე დააგენერირა და მოდი ვცადოთ რომ ინგლისურად გააკეთოს და არა ესპანურად. მოდი ვნახოთ რას შეცვლის, იმიტომ რომ ესპანური ნამდვილად არ გვაწყობს. არც ქონდა მითითებული პრომპტში და ეს ჩვენი შეცდომა იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ პირდაპირ ინგლისურად დაეგენერირებინა. მეგობრებო, ამასობაში Canvas-მა შექმნა პრეზენტაცია და არა თუ ერთი, არამედ 4 სხვადასხვა ვერსია. მოდი გავხსნათ და ვნახოთ. აი ეს არის პრეზენტაცია, სადაც 5 სლაიდია და შემიძლია Canvas-ში გადავიდე და რედაქტირება დავიწყო ამის და მოვირგო როგორც მე მინდა. თუმცა არ გადავალ ჯერ, იმიტომ რომ არ მაგმოყოფილებს, ვეტყვი ხა რომ generate the presentation with 25 slides with modern trending aesthetic. შევცვალე პრომპტი როგორც ხედავთ 25 სლაიდიანი პრეზენტაცია მინდა თანამედროვე ტრენდული ესთეტიკური ვიზუალით და ვნახოთ რას გააკეთებს. ამასობაში მეგობრებო კურსერამ მე მგონი დაგვიგენერირა ხელმეორე ვიდეო და ესეც ვნახოთ. ¿Qué es lo que es la concepto de eso? მაინც ესპანურ ენაზეა სამწუხაროდ, ამიტომ ვაპირებ რომ ხელმეორედ მივცე საერთოდ პრომპტი, იმიტომ რომ აშკარად რაღაცას ვერიგებს. კურსერას მოვნიშნავ და ვეტყვი რომ find learning video in English language about AI on Coursera. და ვნახოთ რას გააკეთებს. და ბოლო დავალება რაც მქონდა მე მიცემული, როგორც ხედავთ, booking-მა მონახა სასტუმროები და ფასი არ აქვს საერთოდ გათვალისწინებული, არც მithოვია, ამიტომ მოდი ვთხოვოთ ფასის გათვალისწინება. Find the cheapest options. და ვნახოთ როგორ გაითვალისწინებს. ამასობაში მეგობრებო, პირველი დავალებიდან Canvas-მა, როგორც ხედავთ, გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და 25 სლაიდიანი პრეზენტაცია შექმნა ნამდვილად. მოდი გადავიდეთ Open in Canvas-ში, ვნახოთ როგორ იქნება ეს ყველაფერი დალაგებული. როგორც ხედავთ, მეგობრებო, საკმაოდ ნორმალური პრეზენტაცია, მცირედი კორექტირებებია საჭირო, რომელსაც Canvas-ში გვიხსნის, ჩვენ შეგვიძლია დაუყვეთ აქ და შევცვალოთ ჩვენ რაც გაგვიხარდება, ასე ვთქვათ, გადავალაგოთ ისე, როგორც ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება, ან საერთოდ წავშალოთ, რაც ჩვენ არ გვინდა. მოკლედ და საბოლოოდ ჯამში გვაქვს ძალიან კარგად აწყობილი, საკმაოდ კარგი პრეზენტაცია Canvas-ში. მოკლედ პრეზენტაციების პრობლემა საბოლოო ჯამში მე მგონი არის მოგვარებული. გადავიდეთ მეორე დავალებაზე, ანუ კურსერამ რა გააკეთა. The possibilities of using AI to solve exciting real problems to ensure the best outcomes possible. Both technical and non-technical backgrounds who want to learn. როგორც ხედავთ, პრეზენტაცია აქვს გენერირებული Microsoft Azure-ზე, Artificial Intelligence on Microsoft Azure-ზე და შეგვიძლია ჩავირიცხოთ ამ კურსზე და რაღაც გავაგრძელოთ სწავლა. ერთი კარგი ფუნქცია კიდე ის არის, რომ შეგვიძლია ვიდეოს პარალელურად ვესაუბროთ და დამატებითი შეკითხვები დავუსვათ. მაგალითად, მე ახლა ვკითხავ და ვნახოთ როგორ განაგრძობს. რა თქმა უნდა, ქართულადაც შეგიძლიათ, ინგლისურადაც აი აგენერირებს, მოკლედ ძალიან კარგი გამოყენების მაგალითია კურსერას შემთხვევაშიც და ბოლო ვნახოთ, მართლაც ფასები შეცვალა, მე მგონი ცოტა გაითვალისწინა ჩემი კრიტერიუმი რაც მივეცით და ცოტა სხვანაირი სია მოგწვა. ამჯერად შეგიძლიათ გაუგრძელოთ საუბარი. რამდენად ღრმად შეუძლია მოქმედებები, თუ შეუძლია რომ დააჭავშნოს რაღაცა, მაგალითად, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ დამიტესტავს, არ ვენდობი მაგდონეზე, რომ მსგავსი მოქმედებები გავაკეთოთ ChatGPT-ს შიგნით, თუმცა
თუმცა აუცილებლად დავტესტავ და ამაზეც შეგატყობინებთ. ეხლა კი გადავიდეთ მეგობრებო ჩვენს შემდეგ ინოვაციაზე, რისი განხილვაც მინდა თქვენთან. ეს არის უკვე აგენტური workflow-ების შექმნა, რომელიც მარტივი საკითხი ნამდვილად არ არის. არატექნიკური ადამიანებისთვის, ვინც კოდის წერა არ იცის, არც ძალიან რთულია, თუმცა არც მარტივი საკითხი ნამდვილად არ არის. ამ პლატფორმაზე ჩვენ გადავდივართ პლატფორმა openai.com აქედან და შევდივართ agent builder-ში. OpenAI-ის პლატფორმაზე შევდივარ. ჩამოვალ ქვემოთ და build agents და agent builder. Open agent builder და შევდივარ უკვე აქ ხდები. აქ მე გაკეთებული მაქვს უკვე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნულიდან დაიწყოთ საერთოდ. საქმე იმაშია მეგობრებო, რომ თუ თქვენ საერთოდ არასდროს არ აგიგიათ აგენტური workflow, შეიძლება ცოტა დაბნეულობა გამოიწვიოს. თუმცა ჯამურად არის ძალიან მარტივი ინსტრუმენტი და მე გირჩევდით, რომ აუცილებლად დატესტოთ, იმიტომ რომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ამ ინსტრუმენტს ChatGPT ძალიან განავითარებს, იმიტომ რომ აგენტური workflow-ების აწყობა, როგორც გითხარით, ტრენდია ამჟამად, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს აქ ფეხი გაიდგას, ასე ვთქვათ და თავისი სიტყვა თქვას და ChatGPT ნამდვილად არ ჩამორჩება და უკვე გარკვეული ინოვაციებიც აქვს. ძალიან ბევრი ნოუდია, ანუ სამშენებლო ბლოკი, ასე ვთქვათ, დამატებული, რითაც ხდება მთელი workflow-ს აგება და დაკავშირება სხვადასხვა ინსტრუმენტის ერთმანეთთან, გარკვეული მოქმედებების ჯაჭვის აწყობა. ცალკე ეპიზოდს მოითხოვს ესეც თუ რას ემსახურება საერთოდ ასეთი აგენტური workflow-ების შექმნა, თუმცა ვისაც უკვე შეხება ქონია აგენტური workflow-ების შექმნასთან საპირიდან დაწყებული, მეიქით გაგრძელებული და any-ით დამთავრებული, გულისხმობ no-code აგენტური workflow-ების აწყობას. დაახლოებით ხდება აქ რაც ხდება, გვაქვს დაფა, სადაც ვაწყობთ მთელ workflow-ს და გვაქვს, ასე ვთქვათ, საფეხურები, სამშენებლო ბლოკები, ნოუდები, ასე ვთქვათ, რომელიც შეგვიძლია დავამატოთ. ამ ყველაფრის სათითაოდ განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა მნიშვნელოვან რაღაცას ვიტყვით მათთვის, ვისაც საერთოდ გამოცდილება არ აქვს ამ მოკლე განხილვით და ასევე მათთვის, ვისაც გამოცდილებაც აქვს, ვისაც გამოცდილება აქვს. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია დამატებული. ერთი, ძალიან მარტივად MCP სერვერის დამატების შესაძლებლობა, რაც სხვა შემთხვევებშიც არის N8-შიც, თუმცა ოდნავ უფრო რთულად ხდება ეს ყველაფერი. გვაქვს guardrails-ი, რომელიც არის ფილტრი, დამცავი მექანიზმი შემოსული ინფორმაციის მთელ workflow-ში და ძალიან კარგი გამოყენების მაგალითები არსებობს და გირჩევთ, რომ ესეც დატესტოთ. გვაქვს file search-ი, რომელიც ძალიან კარგი რაღაცაა, იმიტომ რომ ამარტივებს ჩვენთვის სიტუაციას, ანუ შეუძლია ატვირთული დოკუმენტების ვექტორულ ბაზაში გადატანა, ჯერ embedding-ი და მერე თავისივე ვექტორულ ბაზაში გადატანა ძალიან მარტივად, ისე რომ ჩვენ დამატებით საფეხურებს გვაშორებს და გვაქვს მთლიანად აგენტის შეფასების საშუალება, გამოქვეყნების საშუალება, გვაქვს კოდის აღების საშუალება, გვაქვს chat-თან ვარიაციების საშუალება, შექმნეს ChatKit, რომელიც ცალკე განხილვის თემაა და აუცილებლად დავუთმობ ერთ ეპიზოდს უკვე, როცა სრულფასოვნად უნდა დავაკებ აგენტს და გაჩვენებთ თუ რამდენად ბევრი შესაძლებლობაა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის შექმნა და chat-თან მუშაობა და ვარიაციები ამასთან დაკავშირებით და манипуляციები, რომ ჩვენ წავიღოთ ჩვენს ვებსაიტებზე, მაგალითად e-commerce ვებსაიტზე და გამოვიყენოთ და იქ ძალიან ბევრნაირი პერსონალიზაცია გავუკეთოთ ამ chat-ს. მოკლედ, ძალიან ბევრ რაღაცა შესაძლებლობა მოგცეს გუშინდელიდან ChatGPT-ში და ამ ყველაფერს აუცილებლად დავუთმობ დროს და მათთვის, ვისაც გამოცდილება არ აქვს, მოკლედ მიმოვიხილავ, აი მარტივ მაგალითს თუ როგორი workflow შეიძლება შეიქმნას, აი ძალიან მარტივი მაგალითი, ვიწყებთ კომუნიკაციას ჩვენს შექმნილ აგენტთან და ეს არის აგენტი უკვე, რომელშიც მაქვს სისტემური პრომპტი მიცემული, რომ ეს არის ექსპერტი წიგნებში, შეუძლია ღრმად გაანალიზება, ერთ-ერთი მაღალი დონის ექსპერტია და ჩემი მიერ ატვირთული წიგნები უნდა გაანალიზოს და უბრალოდ ნახეთ რა მარტივად მაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. ფაილებში მაქვს Tools-იდან ატვირთული წიგნი, ოსტატი და მარგალიტა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ყრმობის წიგნია და მითითებული მაქვს გარკვეული დეტალები, მაგალითად რომელი მოდელი გამოიყენოს, რამდენად ღრმად იფიქროს, ნუ შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ და უმაღლესზე დააყენოს, output ფორმატი, ანუ გამოსვლის ფორმატი როგორი მინდა იყოს, JSON-ი, ტექსტი, თუ რაღაცა სხვა, აი ChatKit-ი, widget-ები, წეღან რო გიხსენეთ, ზუსტად ის არის, რომ შეგვიძლია გამოსვლის ფორმატში ჩვენ ინოვაციური widget-ი დავამატოთ და ვისაც გამოცდილება აქვს workflow-ებში აუცილებლად დატესტეთ ესეც და ნახეთ, რამდენად ბევრი შესაძლებლობაა და მოკლედ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს ატვირთულ წიგნზე გვესაუბროს ხელოვნური ინტელექტის აგენტი პირდაპირ, კონდეს მთლიანად გაანალიზებული და არ კონდეს რაიმე ხარვეზი შუაში და მოდი დავტესტოთ preview და უბრალოდ ვკითხოთ, რომელი წიგნი გაქვს ბაზაში.
და მწერს ამ ეტაპზე მაქვს ერთი წიგნი, მიხეილ ბულგაკოვის ოსტატი და მარგალიტა და დეტალები შემიძლია გავაგრძელო და ჩავყვე მეტ სიღრმემდე, ერთ მაგალითს დავტესტავ კიდე, მომიყევი რა ხდება 37 გვერდზე. და როგორც ხედავთ, დეტალურად მიანალიზებს 37 გვერდზე პილატეს სცენა მაგალითად. მოკლედ, ძალიან ღრმად შემიძლია ჩავყვე და გავანალიზო ყველანაირი დეტალური საკითხი, რაც მე მჭირდება ამ წიგნთან დაკავშირებით. ეს არის არასტანდარტული RAG სისტემა, რომელიც ასევე ტექნიკური თემაა და ასევე შევიხები სხვა ეპიზოდებში, სხვა ტუტორიალებში და ძალიან ღრმად განვიხილავ ამ საკითხებსაც. თუმცა ეს არის კლასიკური მაგალითი თუ რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ AI აგენტები, უბრალოდ ამას შეიძლება მოყვეს ძალიან ბევრნაირი გაგრძელება. მაგალითად, N8-ში მაქვს მსგავსი სისტემა, RAG სისტემა აწყობილი, სადაც 10-15 ნოუდია გაერთიანებული. მაგალითად, ამ წუთში აქ საიტზე ვწერ, შემიძლია Telegram-ით მივწერო და რაღაც ბევრნაირი მოქმედებები გავაკეთებინო, რაღაცა ფოტო, ვიდეო, აუდიო დავაგენერირებინო იმ შეკითხვებთან დაკავშირებით მე რაც მინდა და მოკლედ ბევრნაირი გამოყენების მაგალითი არსებობს თუ რა შეგვიძლია შევქმნათ აგენტური workflow-ებით. ეს არის ეს ინსტრუმენტი. ამ ეტაპზე ძალიან მშრალად და მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა და აუცილებლად როგორც დაკვირდეთ, ჩავყვები და უფრო ღრმად განვიხილავ ChatGPT-ის ამ დამატებებს. მოკლედ, როგორც გითხარით, ბევრი სხვა ფუნქცია განსახილველი, კიდე ბევრი სხვა სიახლე და სიღრმეებშია ჩასასვლელი, თუმცა გადავწყვიტე რომ მოკლე ვიდეოები ჩავწერო და რაღაცნაირად ერთად არ განვიხილოს ყველაფერი, რათა ცოტა დამაბნეველი არ იყოს და აუცილებლად დაგიბრუნდებით ამ საკითხებში უფრო ღრმად და უფრო სრულყოფილად რომ გაგარკვიოთ. მეორე მხრივ, აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალ vlogs ამ დღეებში Sora 2-ის შესახებ, ანუ ChatGPT-ის ვიდეო გენერაციის მოდელის შესახებ, რომელიც ითვლება, რომ ამ წუთისთვის არის მსოფლიოში ნომერი პირველი და ვეცდებით, რომ ეს თემაც მიმოვიხილოთ და რაღაცნაირად გავიაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და უკავშირის დატოვება. ნახვამდის ძალიან მალე დაგიბრუნდებით.